რო ვიყავი პირველად კულტურის სამინისტროს არტ-კაფეში, თოროს პრეზენტაციაზე. პირველი რაც შევნიშნე იყო უილიამ ბეროუზის პოსტერი. და ვიფიქრე, რომ არის თქვენი შერჩეული. იმიტომ რომ აი გუშინ რამდენიმე დღის წინაც გისმენდით რადიოში, თქვენს გადაცემაში ახსენეთ ბითთაობა. და ადრეს გიხსენებიათ. მაინტერესებს მართლა ესეა თუ არა. ბეროუსთან დაკავშირებით, ანუ თქვენი შერჩეულია ეს ფოტო. კი. ჩემი შერჩეულია. მე ბეროუზი ვთვლი, რომ ძალიან დიდი მწერალია. ვიღაცა მას უწოდა მე-20 საუკუნის შავი მარკ ტვენი. შავი, ანუ dark. ხო. და ვთვლი, რომ მათ აი ბიტ გენერაციის ერთ-ერთი ისეთ სერიოზული ყველაზე ჩემთვის ყველაზე საყვარელი წარმომადგენელი არის ბეროუზი, იმიტომ რომ ის ეხება ისეთ თემებს და ისეთ სიტუაციებს ხსნის მისი ძალიან უნიკალური ხედვით, რომელთან შეხებაც უბრალოდ ეშინია დანარჩენ მწერლებს ყველას, აღწერს ცხოვრების იმ კუთხე-კუნჭულებს, რომელიც არსებობს, მაგრამ რაღაცნაირად მასთან მიკარება ყველას ეშინიან ერიდება ხოლმე. ეს არის ადამიანი, ვინც თავის თავზე გადაიტანა ის ყველაფერი, რასაც აღწერს, ეს არ არის ფანტაზიური და ოთახის ყვავილი, ასე ვთქვათ, მან იცხოვრა ეს ცხოვრება, მართლა ბიტ ცხოვრება, რასაც ქვია და იყო ერთ-ერთი ნოვატორი, ერთ-ერთი რევოლუციონერი იმ მაშინდელი ამერიკული პურიტანული ესტაბლიშმენტის წინააღმდეგ, რომელშიც გაიზარდნენ ეს ხალხი, ეგ თვითონ ბეროუზი, ალან გინზბერგი, გრეგორი კორსო, კერუაკი, დანარჩენები სხვაებიც. მათ პრინციპში უდიდეს კულტურა შეიტანეს, უდესი წვლილი შეიტანეს ამერიკული კულტურის განვითარებაში, რამაც მერე გავლენა იქონია როკ მუსიკის შექმნაზე საერთოდ, როგორც ასეთი ჰიპური მოძრაობის ჩამოყალიბებაზე, საერთოდ ახალგაზრდული დიდი საპროტესტო ტალღის შექმნაზე, რომელმაც მერე შეცვალა, გადააფასა ბევრი გაქვავებული ესეთი ერთი შეხედვით ხელშეუხებელი ღირებულებები შეერთებულ შტატებში. რაღაცით ჩემთვის ბეროუზი არის წინამორბედი ჯიმი ჰენდრიქსისაც, ვთქვათ ჯენის ჯოპლინისაც და უბრალოდ კურტ კობეინისაც და ხო სელინჯერისაც, ასე ვთქვათ რა, ეს დიდი მწერალია, მაგრამ მიუხედავად ამისა, რაღაცნაირად ყოველთვის ჭრდილში იყო თავისი პრინციპში თვით თავს მოხვეული ასეთი ანტისოციალურობით. მისი ვერ იტყვი, რომ მისი ნაწარმოები რაღაცნაირად მისი ნაწარმოებები და ის სულისკვეთება ერთი შეხედვით არის რაღაცნაირად აკადემიური, ან ვთქვათ ეს პროტესტის ლიტერატურაა რა. ამიტომ დღესაც ის არის სწავლება თუ არა ძალიან მაღალ დონეებზე და ლიტერატურის კრიტიკოსებს ბუნებრივია და საერთოდ ამ დარგის სპეციალისტებს ის რა თქმა უნდა მიაჩნიათ შესწავლის საგნად და იკვლევენ ბეროუზის, მაგრამ აი დაბალ დონეზე ვთქვათ, სკოლებში, კოლეჯებში, უნივერსიტეტებში ბეროუზი ვითომ არ არსებობს, აკრძალულია ამერიკაშიც კი. მაგრამ ის თვლი რომ უნდა რაღაც კოლეჯებში აკრძალულია. ხო, რაღაც მუნიციპალურ დონეზე არის რაღაცა შეზღუდვები მის მიმართ, იმიტომ რომ ვიმეორებ რა, ეს წერალი თემებს ეხება, რომელიც ცხოვრებაში არსებობს, მაგრამ არასოდეს ესეთი განხილვის საგანი არ არის ხოლმე და ამას აკეთებს ძალიან დიდი გემოვნებით, ძალიან დიდი ტაქტით და დიდი ოსტატობით. ის არის ძალიან მაგარი წერალი ფანტასტი, სხვა შორის მას აქვს ფანტასტიკის ჟანრში დაწერილი ბევრი ნაწარმოები, რომელიც არ ვიცი, არ უდებს ტოლს, არც ბრედბერის და არც სხვებს. მაგრამ ჩვენთან ეს ნაკლებად არის ცნობილი.
თარგმანის სიდუხჭირის გამო ვიმეორებ, იმიტომ რომ რუსულად არის რამდენიმე ნაწარმოები თარგმნილი, არც თუ ისე კარგად, ქართულად ბეროუზი მე მგონი ერთი წიგნია ჯერჯერობით თარგმნილი. მე მოგხსენდება. ცალკეული ფრაგმენტებია ჯანკიდან მგონი თარგმნილი. ჯანკიდან. ხო, ჯანკი მის ჩემი ყველა საყვარელი ნაწარმოებია. ჩემი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გავლენა რომ წიგნს მოახდინა, რამდენჯერმე წავიკითხე. 3-ჯერ იყო ის წითელი ღამეები. წითელი ღამეები. ღამეები. კი, მაგის წერილებია ძალიან საინტერესო. ინსბერგთან ძალიან იაგი ლეთერს ქვია. ასე რომ დიდი კაცი იყო და მე მგონი ჩვენ კაფეში იმსახურებს პატარა მოგზალებულ. თან ეს ფოტო არის გადაღებული ძალიან მაგარი ფოტოგრაფის ავედონის, რიჩარდ ავედონის ფოტოა და ერთ-ერთი საუკეთესო ფოტოა მისი, ერთ-ერთი კაი პორტრეტია. კინოებშიც არის გადაღებული ბეროუზი, რამდენიმე ფილმია მისი სცენარით გადაღებული, მულტფილმებია მისი სცენარით გადაღებული. თამაშიც Junkies Christmas არის ესეთი მოთხრობა, მაგისი მულტფილმია, პლასტელინით გაკეთებული, რომელიც ძალიან საინტერესო და თვითონ არის ნარატორი, თავის ხმით მიდის ეს. ძალიან მაგარი ვიღაცა. იქ ვტოვებთ ამ ყველაფერს. ახალ ხელმძღვანელობას ამებს ვტოვებთ, ვეუბნებით რომ ეს ყველაფერი აქ იყოს და თუ მაინდა-მაინც მერე შეცვალეთ. კაი, კიდე იმაზე ბეროუზისა და ვტოვებთ. ხო, ბარემის ხوارქო რაღაც კონტექსტში არის. ამ ქართული წიგნის და ლიტერატურის პოპულარიზაცია, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იყო. მე მგონია იყო ყოველ სამეცნიერო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ანუ ეს 2015-ში წიგნის იმაზე ბაზრობაზე ხო. და ანუ ამაზე გითხარით, აბა რა არის და კიდე ეს რას უტოვებთ მომდევნო მილის, ანუ რა უნდა გააკეთოს. პირველ რიგში ვტოვებთ მუშაობის იმ სტანდარტს, რომელიც ჩემი აზრით არ არის დაბალი. იმიტომ მოლოდინები გაზრდილია და გაზრდილია არა მარტო დაპირებებით, არამედ საქმითაც. ლიტერატურის და წიგნის პროგრამა, რომელიც 2 წელიწადზე მეტია მუშაობს, მოახერხა და გაიყვანა ქართული, ეს არ არის გადაჭარბებული ჩემი აზრით. განცხადება გაიყვანა ქართული ლიტერატურა იზოლაციის ამოხილავი წრიდან, იმიტომ რომ ჩვენ როგორც ვიცით, ბევრი მთარგმნელი საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული უცხოურ ლიტერატურას ბევრი არა, მაგრამ რაღაც რაოდენობა თარგმნიდა ქართულად, მაგრამ თითქმის ქართული ლიტერატურა არ ითარგმნებოდა. სულ რამდენიმე წიგნია თარგმნილი ყველაზე ესეთ დიდ ენებზე, რამდენიმე ძალიან ცოტა 3-4 ნაწარმოებია ესეთი მასშტაბური ტირაჟით გამოცემული და ეს არის ფაქტიურად არაფრის მომცემი, იმიტომ რომ ეს არის გაკეთებული ესე სპორადულად, აქა-იქ, ზოგი არის გერმანულად თარგმნილი, რამდენიმე არის მათი ინგლისურად თარგმნილი, ზოგადად პატარა გამომცემლობების მიერ დისტრიბუცია როგორც წესი არ ხდებოდა გარდა ბიბლიოთეკებისა და დასავლელი მკითხველი, განსაკუთრებით ინგლისურენოვანი, ფრანგულენოვანი, გერმანულენოვანი მკითხველი არ იცნობს ქართულ ლიტერატურას საერთოდ. აი ხა დღეს რამდენიმე ადამიანი მაგალითად გერმანიაში გაჩნდა ესეთი მწერალი ნინო ხარატიშვილი, რომელიც უკვე პოპულარული გახდა ის, იმიტომ რომ წერს გერმანულად. არის ახალგაზრდა, ვინც იქ მუშაობს, ის თან რეჟისორია, დრამატურგია და ასევე მწერალია და სოციალისტ აი ხა ფრანკფურტში ნინო ხარატიშვილი, ანა კორძაია და ნენე კვინიკაძე იყვნენ მიწვეული ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, სადაც მათ ჰქონდათ კითხვა თავისი ნაწარმოებების და მათ დამი, ანუ აი სამი ქალბატონის მიმართ ინტერესი გაიზარდა და მით უმეტეს გამომდინარე იქიდანაც, რომ დეკემბერში სადღაც იქნება 7 ქართველი ქალის საკმაოდ მაღალტირაჟიანი ანთოლოგიის გამოცემა 7 ქართველი მწერლის გერმანულ ენაზე. ეს ჩვენი პროექტია და ესეთი ერთი შეხედვით მცირე ნაბიჯებით, მაგრამ ნელ-ნელა გავდივართ გარეთ. დაახლოებით 27-მდე წერალია უკვე თარგმნილი ჩვენი აქ მუშაობის პერიოდში ქართველი უცხო ენაზე. გამოვიდა ერთი ძალიან მაღალტირაჟიანი ანთოლოგია ქართული მოთხრობისა, სადაც 20 მწერალია შესული და ეს ვრცელდება დღეს უკვე მთელ მსოფლიოში, მთელ ინგლისურენოვან მსოფლიოში, შეერთებულ შტატებში, ბრიტანეთში და ევროპის ინგლისურენოვან მაღაზიებში. რამაც გამოიწვია ის, რომ
შემდეგი 5 წლის განმავლობაში იგივე გამომცემლობას ამ დალკიფრეს უნდა გამოსცეს ცალკე უკვე ახალი უკვე ინდივიდუალური ტომები ამ მწერლებისა. ეს ბუნებრივია დაკავშირებული. რომელიც ფესტივალში კი, ეს არის ბრიტანულ-ამერიკული გამოცემა, რომელიც ორიენტირებულია ახალი ლიტერატურული მარკეტების აღმოჩენაზე, ახალი სახელების აღმოჩენაზე და თავის დროზე მათ აღმოაჩინეს პამუკი და ასე შემდეგ. ეს მაგარი ის არის. ასე რომ უტოვებთ ამას რა, ბევრ მოლოდინს და უკვე კალაპოტში ჩამდგან რაღაც საქმეებს, რომელიც ახლა უბრალოდ გასაგრძელებელია რა. წეგანაც ამბობთ, რომ არ ითარგმნებოდა უცხოური ეს გასაგებია, რომ ქართულის პოპულარიზაცია უნდა ითარგმნოს სხვადასხვა უცხოურ ენებზე. ის უცხოური ლიტერატურაც არ ითარგმნება ქართულად. კი, ეგეც არის. ხან ესეც მოიცავს ეს პროგრამა მოიცავს ამას. ეს ორმხრივი პროგრამაა უცხოენიდან ქართულ ენაზე და ქართულიდან უცხო ენებზე თარგმნის იმას, ამას ბიუჯეტი აქვს, წელს უკვე გაეზარდა მილიონამდე. ახლა ახალი ბიუჯეტი არ ვიცი, ახალ მთავრობამ ეს ბიუჯეტი შეიძლება შეცვალოს და შეამციროს. მედი გვაქვს რომ გაზდის, ან როგორც მინიმუმ არ შეცვლის, მაგრამ თუ ესე დარჩა, ეს იძლევა საშუალებას, რომ ორივე მიმართულებით ბევრი თარგმანი გაკეთეს 2013 წელს. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, რატო ამბობ, ქართული მწერლების თარგმნა უცხო ენაზე. ეს არ არის ახლა ალტერნატივები ერთმანეთს, მაგრამ მწერალი თუ ის დღეს რამეს წარმოადგენს, უნდა კონდეს საშუალება, რომ წარმოადგენდეს იგივე რაღაცას ყველგან. არ შეიძლება მაგარი ფეხბურთელი მაგალითად მოვიყვან იყოს რომელიღაც ლოკალურ გუნდში, თუ ის მაგარი ფეხბურთელია, მას ყველა გუნდში თამაში უნდა შეეძლოს. ესეა მწერალის გლობალიზაცია მე მოიტანა. ლოკალური გენიოსების დრო აღარ არის რა, ბჭყელებში გენიოსების. თუ ხარ რამეში წარმატებული, უნდა კონდეს შანსი, რომ შენი წარმატება მიაღწიო ყველგან და დღეს ამის შანსი არის, დღეს სოფლიო დაბატარავდა. ამიტომ ახლა ლიტერატურული ტრადიცია საქართველოს აქვს თავისი გეოგრაფიიდან, ისტორიიდან და ზომიდან გამომდინარე ჩვენ ქვეყანას აქვს რაღაცა, რაც საინტერესო იქნება დანარჩენი მსოფლიოსთვის, როგორც ლიტერატურაში, ასევე კინოში, ასევე მუსიკაში, ასევე სახვითი ხელოვნებაში. აი ამ ყველაფრის რა გითხრათ, ლოკალურობიდან გლობალურამდე გატანა იყო ჩვენი მიზანი, სტრატეგიული, ეს იყო ჩვენი კულტურული პოლიტიკის ერთ-ერთი ესეთი როგორ გითხრათ, ერთ-ერთი ხერხემალი, პრიორიტეტი. იმიტომ რომ ეს ჯერ ერთი ამ ადამიანებისთვის, ვინც ქმნის ამ პროდუქციას, არის უბრალოდ ჰაერივით მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ როგორც ვიცით, საბჭოთა პერიოდში ერთ-ერთი ბაზარი, რომელიც არსებობდა, იყო საბჭოთა სივრცე. იმ სივრცეში ჩვენი არტისტები ძალიან წარმატებულები იყვნენ. მე როგორც კი ეს, მაგრამ მხოლოდ იმ სივრცეში. როგორც კი ეს დაიკეტა, თლათ ლოკალური გახდა ყველაფერი, იმიტომ რომ ისიც დაიკარგა და ახალი მსოფლიოც არ გაიხსნა. ამიტომ დღეს არის მომენტი, რომ ის კი არა რუსეთს დაუბრუნდეთ და რუსეთის ბაზარს დაუბრუნდეთ, არა, მსოფლიოს დაუბრუნდეთ. რუსეთი ზომით დიდი ქვეყანაა, მაგრამ დღეს იქ კულტურაში ბევრი სახარბიელო და საინტერესო არაფერი არ ხდება, ასე რომ იქ დაბრუნება არ არის თვითმიზანი. რუსეთშიც, მაგრამ დანარჩენ მსოფლიოშიც. შეიძლება ვიღაცას უნდა რომ ქართულ მწერალს თქვათ, რუსულადაც ითარგმნოს, ამაში არაფერი ცუდი არ არის, იმიტომ რომ იქაც არიან ახალგაზრდები, იქაც არიან ცნობის მოყვარე ხალხი, მაგრამ ამავე დროს არ უნდა დაგვაუწყდეს თავისუფალი სამყარო დასავლეთი. ამიტომ აი გუშინ მაგალითად ძალიან კაი ახალი ამბავი გავიგე, როგორც იცით, ჩვენი ამ რამდენიმე წლიანი ჭიდაობის დიპლომატიის შედეგად საქართველო გახდა ევროპის ყველაზე დიდი კინოფონდის ევრიმაჟის წევრი, 36 წევრი. და გუშინ მივიღეთ თამარ ტატიშვილი, კინოცენტრის დირექტორი, ხა იქ არის სასული ამ ბორდის შეხვედრას და გუშინ მივიღეთ დაფინანსება ქართულ-ესტონური ფილმის, ამას ზაზა ურუშაძე იღებს ამ ფილმს, Tangerines ქვია ამ ფილმს, ამის დაფინანსება ერთხმად დაუჭირა ამის დაფინანსებას მხარი ევრიმაჟმა. ეს უკვე მესამე ფილმია, რომელიც კოპროდუქცია, რომელიც 2013-ში იქნება გადაღებული. კიდე ორი ფილმია, ერთი ბრიტანელებთან ერთად კეთდება და კიდე ერთი სურათია, რომელიც ჩაშვებულია უკვე, დაფინანსებულია და 2013-ში მასაც უტოვებთ. შემდეგ ხელმძღვანელობას, გარდა იმისა, რომ 19 ქართული ფილმი კეთდება კიდე. ეს დიდი დინამიკა შეიძლება. კი.
ეს დინამიკა შეიძინა ქართულმა კინომ, კინოცენტრის ძალიან კარგი მუშაობით და ჩვენი თანამშრომლობით და სახელმწიფოს ყურადღებით, რომელიც გამოჩენილი იყო კინოს კარგი, იმიტომ კინო ბოლო 15 წლის განმავლობაში საბჭოთა იმპერიის დანგრევის მერე ფაქტიურად მკვდარი იყო. იმიტომ რომ მოიშალა ცენტრალური დაფინანსების სისტემა, როგორც იყო, როგორც ვიცით, კინო ფინანსდებოდა მთლიანად სახელმწიფოს მიმართ, წელიწადში იღებდნენ დაახლოებით 30 ფილმს, მაგრამ ეს ყველაფერი იყო ცენტრალური დაფინანსების. როგორც კი ეს სისტემა შეცვალა საბაზრო სისტემამ, ჩვენი კინომრეწველობა ვერ გადაეწყო ვერანაირად, იმიტომ რომ პროდიუსერის, როგორც ასეთი პროფესია არ ქონდა ჩვენ და ეს ყველაფერი რაღაცნაირად დარჩა ენთუზიაზმის და ენთუზიასტების იმედად, აი როგორც იყო მაგალითად სულ ცოტა ხნის წინ ჩვენგან წასული ლევან კორინთელი, ვინც მოახერხა და თავისი 40 წლიანი ძალიან ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში 9 ფილმის პროდიუსირება გააკეთა. და მეტწილად დიდი როლი მიუძღვის ამ ქართული კინოს გაღვიძებაში, აღორძინებაში. ამ ადამიანს სხვებთან ერთად. ასე რომ დამოუკიდებელი კინო, აი ამ პერიოდში, როცა თქვენ ხართ მინისტრი. გასაგებია კინოცენტრი რაღაც ნაწილობრივ სახელმწიფო პროგრამა, აი დამოუკიდებელი კინო აბსოლუტურად მე მგონი არ განვითარებულა, ანუ შეიძლება რაღაც ოდნავ იმაზე ავიდათ. ჩვენ ძირითადად ქართული კინო ყოველთვის იყო დამოუკიდებელ კინოში ასგულებს მოვიდა. ანუ ფინანსურად რო არ იყოს ეს მიბმული სახელმწიფოზე, ან ეგეთი არ არსებობს. ეგეთი ჯერჯერობით არ გაკეთებულა მთლად დამოუკიდებელი პროექტი. გააკეთეს 1-2, მაგრამ ძალიან ხარისხი იყო ძალიან მდარე. კომერციული პროექტები კეთდებოდა ესეთი აბსოლუტურად დამოუკიდებელი, გათვლილი მხოლოდ მაყურებელზე. რასაც აქვს არსებობის უფლება, მაგრამ ის ფილმები, რომელიც განიხილებოდა ხოლმე და კონკურსში შემდეგ იღებდა დაფინანსებას სახელმწიფოსგან, მაინც მეტნაკლებად იყო, როგორ გითხრათ, ხარისხიანი სცენარის თვალსაზრისით, კონცეფციის თვალსაზრისით, ჯგუფის დამოუკიდებელი კინოა ეს, რა თქმა უნდა, იქ არანაირი ვალდებულება არ არსებობს. შინაარსში არავინ არ ერევა არასოდეს. ფინანსურად დამოუკიდებელი ხო ესეთი ფონდები, რომელიც სახელმწიფოს გარეთ დააფინანსებენ და თქვა კერძო ბიზნესი, ეგეთი პრეცედენტები ჯერ არ აქვს. ამიტომ ცოტა ხანი, იმიტომ რომ ამ დარგმა იცოცხლოს, საჭიროა სახელმწიფოს ჩარევა და დახმარება. რაც შეეხება თომ კინოს სტილს, საქართველოს ჩემი აზრით უნდა იყოს მაინც საავტორო კინოს ქვეყანა. იმიტომ რომ ჩვენ ვერც ბოლივუდს და ვერც ჰოლივუდს ვერ შევეჯიბრებით ბლოკბასტერებით. ჩვენ უნდა არტ-ჰაუს კინო ვაკეთოთ, საავტორო კინო ვაკეთოთ. ესეთი იყო რა ქართული კინემატოგრაფი. ყველა ჩვენი დიდი რეჟისორი აკეთებდა საავტორო კინოს. მარტო ჩვენ ბევრი ევროპული ქვეყანაც უნდა საკუთრებს. ხო. გაუწევები. ნუ არის რაღაცა მცდელობები ხა ევროპაშიც. ხო, ვერ იმ რაოდენობით ყოველ შემთხვევაში ის მუშაობს როგორც ჰოლივუდი მუშაობს, როგორც დიდი ფაბრიკა, რომელიც უშვებს მასობრივი მოხმარების პროდუქტს და ვერ შეეჯიბრები. ეს აზრი არა აქვს, ის სულელია. ამიტომ ჩვენი ამბები გვაქვს მოსაყოლი, საინტერესო დანახული ჩვენებური თვალით და ამას ქართველები ხა საბჭოთა პერიოდში თუ გავიხსენებთ, ორი დიდი კინოსკოლა იყო საბჭოთა, ერთი იყო საბჭოთა სკოლა და მეორე იყო ქართული სკოლა, რომელშიც იყო და ამ საბჭოთა სკოლის შექმნაში დიდი წვლილი შეიტანეს ქართველებმა ხა. კალატოზიშვილი იმხელა რეჟისორია რუსული კინემატოგრაფისტვის, რომლის ტოლი არ ვიცი, ქარი თუ არ არის. ასევე იოსელიანი, ასევე არ ვიცი, შენგელაიები. ასევე ბევრი სხვა, თუნდაც აბულაძე და თუნდაც შემდეგ. არა და ამიტომ ეს ყველაფერი რას ნიშნავს? რომ ეს ამბავი გამოგვდის ჩვენ. და თუ იქნება ამის წარმოების კარგი პირობები, კიდევ მოვლენ ახალი ჭკვიანი და საინტერესო რეჟისორები, საინტერესო პროდიუსერები და მოყვებიან რაღაცას, რაც იქნება გასაგები უკვე ყველასთვის, არ იქნება ლოკალური. როგორც წეღან წერილობაზე ვლაპარაკობთ. ეხლა ამ დროს რას ნიშნავს ლოკალური? არ მინდა არასწორად ვინმე გამეკოს. ის კი არა რომ მაინც აქაურ პრობლემაზე არ იყოს. არა, ზუსტად ჩვენი ამბავი უნდა მოყვეთ, მაგრამ ისეთ ენაზე რომ სხვისთვისაც იყოს გასაგები. იმიტომ რომ ლოკალურსა და გლობალურ შორის რა განსხვავებაა? ვაჟაბშაველს ასეთი ძალიან კაი სტატია მახსენდება პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი. იქ იძახის რომ თუ ადამიანი არ არის პატრიოტი, ვერ იქნება კოსმოპოლიტი. იმიტომ თუ არ უყვარს თავისი რაღაცა, იმას არ შეიძლება ზოგადი რაღაცა უყვარდეს და თუ ზოგადი რაღაცა ნახდათ უყვარს, ის რა თქმა უნდა თავისსაც მოიცავს და ის პატრიოტიც არის, ნამდვილი კოსმოპოლიტი. ამიტომ ესეა რა. ლოკალურობას ამ შემთხვევაში გულისხმობ, რა თქმა უნდა, ნეგატიური კონოტაციით.
ჩაკეტილი მხოლოდ ჩვენთვის გასაგები იუმორი თქვათ. არ არის საინტერესო თქვათ დანიელისთვის, იაპონელისთვის და შვედისთვის და არც ამერიკელისთვის. ისეთი ამბები უნდა მოუყვეთ ჩემი აზრით. ყველასთვის იყოს საინტერესო თავისი შინაარსით, თავისი ფორმით, თავისი იდეით. ამიტომ ნელ-ნელა აი ამ ცუდი გაგებით ლოკალურობისგან უნდა გავიდეთ და გავდივართ კიდევაც. ბოლო სცენარები, ბოლო პროექტები ყველა არის მეტ-ნაკლებად უნივერსალური აღქმისთვის უფრო მისაღები. და ეს კაია, რა თქმა უნდა. ხო, ანუ ამის მაგალითი ხომ დიდად არ მომწონს ეს კუსტურიცა, მაგრამ ნუ კარგი მაგალითია ეს კუსტურიცა. კუსტურიცა მეც არ მომწონს, მაგრამ ხო. ხო, ანუ ისე შეფუთა რა, ანუ ყველასთვის ეს იყო რა მისაღები. ხო, თუმცა ყובה ძალიან ლოკალურ რაღაც სოფლის ამბებს. ხო, ის სოფლის ამბებს. აი, მე ერთი კითხვაც მაქვს და მე ანუ ჩემთვის თვალშისაცემი რაც არის თქვენი ამ მუშაობის პერიოდში, ანუ ემთხვევა თქვენი ინტერესის სფეროები აი პრიორიტეტებს, რომელიც კულტურის სამინისტრომ დასახ შეიძლება არც იყო ეს პრიორიტეტები და ეს თქვა ძალიან ხერხემალი, რასაც ქვია, მაგრამ ჩანდა თქვა იგივე ჯაზის ეს დიდი და ძალიან კარგი ალბომები ეს წიგნების ხო, ანუ პოპულარიზაცია. ანუ ახდენს ხო მაინც ეს ინდივიდუალური ინტერესის სფეროები გავლენას აუცილებლად ეხლა რომ შევხედოთ მართლობაზე. აუცილებლად ახდენს და ესეც უნდა იყოს რა, ჩვენ ახლა არა ვართ არც ერთი კომპიუტერი ან რობოტი რომ დავსხდეთ და არც იქნებოდა ეგრე საინტერესო არც ჩემთვის და ალბათ არც იმათთვის ვისთანაც მუშაობთ. მხოლოდ რომ ვალდებულებები მოვიხადოთ. ეს არ არის სამსახური, სადაც ვინმე რამეს გავალებს და ამ დავალებულს თუ შეასრულებ, ვალი მოხდილი გაქვს. აქ არ არსებობს რომ გადააბრუნო დაბელი და 6 საათზე სახლში წახვიდე. აქ რამდენსაც დაივალებ, იმდენი გევალება. გარდა იმისა, სახელმწიფო აფინანსებს თითქმის არ ვიცი 100-მდე სხვადასხვა ორგანიზაციას, როგორც არის ანსამბლები, თეატრები, სხვა შემოქმედებითი ჯგუფები, გუნდები, შეგიძლია ამით შემოიფარგლო და სახელმწიფო რაღაცას ეხმარება და დაждდი აქ, მაგრამ ამისთვის არსებობს ამის გარდა არსებობს ინიციატივაც რა, რომელიც თუ არა გაქვს ჩემი აზრით ვერ ჩაითვლება რომ კარგად მუშაობ. ეს ინიციატივა ჩვენ მქონდა. მე და ჩემი მეგობრებს მქონდა. გვინდოდა როგორც ლიტერატურის, ისე თეატრის, ისე მხატვრობის, ისე სახელოვნებო განათლების, ისე მუსიკის სფეროში რაღაცა დამატებითი იმპულსი მიგვეცა და ეს მივეცით. ალბათ ამ დაბლობისგან შორსა ვარ ვიტყვი რომ ამ მიმართულებით რაღაცა მუხტი შეიქმნა და მოლოდინი შეიქმნა და რეზულტატიც სახეზეა. მაგალითად დღეს ლასკალაში იმდენი ქართველი ლასკალას აკადემიაში იმდენი ქართველია, რამდენიც არასოდეს არ ყოფილა საოპერო მომღერლები. მაგალითად დღეს ყველაზე წამყვან ამერიკის უნივერსიტეტებში, რომელიც მუსიკას ასწავლის, კლასიკურს თუ ჯაზურს, ბევრი ქართველია, რომელიც ძალიან წარმატებულად უკვე გლობალურ მნიშვნელობის ტიპებად ყალიბდებიან. იგივე ჩვენი ეს პატარა ბეკა გოჩიაშვილი, რომელიც გრემიზე პირველი ქართველია, ვინც გრემიზეა წარდგენილი 6 ნომინაციაში. საუკეთესო დებიუტი, საუკეთესო კომპოზიტორი, საუკეთესო ახალი სახე, საუკეთესო იმპროვიზაცია და კიდევ 2 ნომინაცია, რომელიც ახლა არ მახსენდება. ეს ყველაფერი ხელმოსაკიდი რეზულტატებია. ამიტომ თუმცა ხო არ არის ეს უფრო ინდივიდუალური გარღვევა. აი თუნდაც ბეკას. ყველა გარღვევა ინდივიდუალურია. ყველა გარღვევა არის ინდივიდუალური. ჩვენ სისტემა არ ქმნის ხელოვნებას, სისტემა ქმნის პირობებს, სადაც ინდივიდებს მიეცემათ გარღვევის საშუალება. ეგ რა თქმა უნდა, უბრალოდ იცით რას გულისხმობ, ან თუნდაც ლიტერატურა. ლიტერატურა ხო არის სისტემა. პროგრამებია ესენი, ასეთივე პროგრამა, რომელთაც ბექა ფინანსდებოდა დღემდე, იმედი მაქვს ეს გაგრძელდება, დათუნა ალადაშვილი, რომელიც ჟულიარდში ასევე კლასიკურ მუსიკას სწავლობს, ასევე ტატო კოტეტიშვილი, რომელიც ოპერატორია, ეს ყველაფერი კონკრეტული პროგრამებია სახელმწიფო, რომლისგანაც ეს ადამიანები იღებდნენ დახმარებას. ეს არის პოლიტიკის ინსტრუმენტები და შემდეგ ბუნებრივია ინდივიდზეა ყველაფერი. ჩვენ ნიჭს ვერ ვქმნით, ჩვენ ნიჭს ან ხელს უშლით, ან მისდამი გულგრილები ვართ, ან ვეხმარებით. ჩემი აზრით უფრო ხშირ შემთხვევაში ვეხმარებოდით ვიდრე არა.
ხო არ ემუქრება საფრთხე ამას ისევ ინდივიდიდან გამომდინარე რომ მოდის აბსოლუტურად განსხვავებული გემოვნების ადამიანი, ხო? და ინტერესის სფეროების ადამიანი. ანუ ესეთი რაღაცები ხო არ ქმნის საფრთხეს, რომ ეს მართლა მე ვთვლი რომ იყო ძალიან ჩაწოლილი სფეროები. ლიტერატურაც, ჯაზიც, ეს არტისტერიუმი, ანუ თანამედროვე არტი, ხო, რომელიც ამოიწია ამ პერიოდში. მეტნაკლებად ხო ამოიწია. ხო არ არის საფრთხე იმის რომ თქვათ მე არ ვიცი რა ინტერესის სფეროები აქვს ზოგადად ოდიშარიას, მაგრამ ხო არ არის იმის საფრთხე რომ მისი პრიორიტეტი გახდეს თქვათ ქართული ცეკვა და ეს ყველაფერი ჩაწვეს. იცი რა მგონი გუშინ იყო შეხვედრა მინისტრობის კანდიდატად, ანუ თავარი შენიშვნა და რჩევა და ინიციატივა რაც გაჩნდა იყო ის რომ ანუ კულტურული პოლიტიკის ჩამოყალიბება. ანუ რომელზეც როგორც ეკონომიკურ პოლიტიკაზე მუშაობს ძალიან ბევრი ექსპერტი და ამას წლები უნდებიან, ასევე კულტურული პოლიტიკაც და ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია. და სწორედ ანუ ვინც არ უნდა მოვიდეს და იმას რაც არ უნდა მოწონდეს, ის თავის პირადები, თქო უნდა ვეღარ გადაწყვეტს, როცა იარსებებს კაცრად ჩამოყალიბებული, განსაზღვრული კულტურული პოლიტიკა, რომელსაც მიყვება. აი, მსგავს კულტურულ პოლიტიკას დოკუმენტს გულისხმობთ? დოკუმენტს, რომელსაც მე ესე საფეხურებრივად მიყვები და შეასრულებ. აი, მსგავსი დოკუმენტი რჩება, ეხა ახალი. ძალიან ძნელი იქნება ესეთი დოკუმენტის შექმნა, ეს მესმის სურვილის დონეზე ადვილი მოსაფიქრებელია, რომ დაწერო ასეთი ბლუპრინტი, სადაც იქნება შენი მიზნები ჩამოყალიბებული და შემდეგ ნაბიჯები ამის განხორციელების. მე ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. კულტურული პოლიტიკა რა არის? კულტურული პოლიტიკა, ჩემი აზრით, უნდა იყოს ნიჭისთვის ფართოგზის მიცემა. ეს არის კულტურული პოლიტიკა. არანაირი სხვა კერძო დოკუმენტი ამისი არ შეიქმნება, ვერ შეიქმნება, თუ შეიქმნება ეფექტური არ იქნება, იმიტომ რომ ამ სფეროს ერთხაღალში, რანც არ უნდა დიდი არ იყოს, ვერ მოაქცე. იქნება ამის მცდელობა და გვპირდებით, რომ ესეთი დოკუმენტირებული მიზნები ყოველთვის ძალიან ზოგადი არის ხოლმე და შემდეგ რეალობაში მიხვდები, რომ შენ მისი ასეთი როგორ გითხრათ ძალიან პედანტური განხორციელებით ბევრი რამე გარეთ დაგრჩება. შანსი არ არის რომ დოკუმენტში მოაქციო ის, რასაც გძნობ ყოველდღე, რასაც ყოველ წუთას გაჩენილი მოთხოვნები გთხოვს. შეიძლება ასეთი დოკუმენტი შექმნა და ვთქვათ, რომ შევქმნით კულტურის პოლიტიკის ამსახველი დოკუმენტი. არის ეგეთი დოკუმენტები უამრავი სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენ ამისგან თავი შევიკავეთ, იმიტომ რომ ჩავთვალეთ ეს ზედმეტი დროისა და ზედმეტი რესურსის ხარჯვად. გვაქვს ზოგადი რა თქმა უნდა სტეიტმენტის დონეზე გაკეთებული ასეთი მიმართულებები, ასეთი მოწოდებები, ასე ვთქვათ, ასეთი რაღაც სურვილები, სტრატეგიული მიზნები ყოველ წელს ჩვენ ვაკეთებდით პრეზენტაციას მთავრობის წინაშე მიზნებისა და შემდეგ მიღწეული რეზულტატების და ეს ყველა შეიძლება ჩაითვალოს ასეთ დოკუმენტად, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და არ შექმნის იმის წინაპირობას, რომ აუცილებლად ეს ყველაფერი ასე მოხდება. ამიტომ დოკუმენტების მესმის ეს განცდა, რომ კულტურული პოლიტიკა როგორი უნდა იყოს. ბევრ ხალხს აქვს ეს და ყველას ბუნებრივია ეს ლეგიტიმურად ჭირდება რაღაც გარანტია, რომ თვითონ ამაში მონაწილე იქნება. ჩემი აზრით, ამის გარანტიას დოკუმენტი არ იძლევა. ამის გარანტიას იძლევა აქტივობა თვითონ არტისტებისა, მინისტრის ხელმისაწვდომობა ამ ხალხთან, ბიუროკრატიული საზღვრების მინიმუმამდე დაყვანა, რაც აქ ესე იყო და რაღაცნაირი როგორ გითხრათ რა, ენთუზიაზმი ორივე მხრიდან. ენთუზიაზმი უნდა იყოს მომთხოვნიდანაც და შემდეგ ხელშეწყობის მხრიდანაც. მე ხა ვერ ვიტყვი ვერაფერს ცუც და არც ვიტყვი და არც მინდა, არ მინდა უსურვო ჩემ შემცვლელს არანაირი წარუმატებლობა პირიქით, მინდა რომ უსურვო წარმატება, მინდა უსურვო კიდე უფრო განვითარება ამ დარგების, იმიტომ რომ ეს კარგია ქვეყნისთვის. მე აქ ვერ მოვიქცევი როგორც ჩვეულებრივი პოლიტიკოსი, როცა ვიღაცის წარუმატებლობა შენ უკეთესად გამოგაჩენს, ეს ესე არ არის, ეს ესე არ მინდა იყოს და მე მას მაქსიმალურ ინფორმაციას ვაწვდი იმის თაობაზე თუ რას ვაკეთებდით. რომ მან ეს შემდეგ თავისებურად ბუნებრივია, მაგრამ გააიაზროს და გააგზავნოს. ასე რომ კულტურული პოლიტიკის დოკუმენტი საინტერესოა, მცდელობა, აბა ნახოთ ერთი რა გამოვა, მაგრამ ჩემი აზრით
ეს არ იქნება ყოვლის მომცველი ამომწურავი დოკუმენტი, ეს იქნება ზოგადი ლამაზი ფრაზების კრება, რომელიც რეალობასთან მაინდა-მაინც კავშირში არ იქნება, როცა დაიწყება სამუშაო პროექტი. აი ეგეთი რაღაცა მგონია ეს. არ შეიძლება აქ ვერ მოიგონებ რაღაც უნივერსალურ კონსტიტუციას რა, იმიტომ რომ პრაქტიკა სხვანაირი. ნახოთ. იმასთან კონდათ უკვე საუბარი პირისპირ და ის სხვა არ ყოფილა რამე ინტერესთა კონფლიქტი უბრალოდ ვამბობ მხოლოდ აი პრიორიტეტების არა პირიქით ბატონ ოდიშარიას ვიცნობ მე ის ჩვენი პრეზენტაციების ხშირი სტუმარი იყო, მწერალია და პოეტი თვითონ ჩვენთან დადიოდა წლების განმავლობაში, სანამ პოლიტიკაში ჩაებმებოდა და ამიტომ დაახლოებით მისთვის ცნობილია ზოგადად რას ვაკეთებდით და ამ ადამიანს შევამჩნიეთ ცნობის მოყვარეობა, სურვილი მეტის გაგებისა და ამბიცია იმისა, რომ იყოს წარმატებული და გააკეთოს საქმე კარგად. ასე რომ მე არ მინდა რა წინასწარ ვინმეს ეჭვის თვალით შევხედო. მინდა რომ ჯერა რომ აქ სისტემა ისეთ დონეზეა განვითარებული, ეს პროექტები ყველაფერი აქ რჩება, ეს პროგრამები ძალაში, რომ სურვილის შემთხვევაში ეს ყველაფერი შეიძლება გაგრძელდეს და გაგრძელდეს კარგად. კი არ გაგრძელდეს, გაუმჯობესდეს კიდევაც. დრო მართლაც მე აქ მუშაობ 3 თვე და თითქმის 4 წელი, 3 წელი და 9-10 თვე მე მგონი. ვითომ ხო დიდი დროა, მეორე მხრივ პატარა დროა იმისთვის, რომ ყველა ამ დარგს რაღაცნაირად თქვა, რომ შეუქცევადი გახდა აქ წინსვლა, ეს არ არის დიდი დრო. განსაკუთრებით ისეთ დიდი ინდუსტრიებისთვის, როგორც არის კინო, თქვათ, როგორც არის სახელოვნო განათლება, ეს სერიოზული დარგებია რა. ამას არ ეყოფა არც 4 წელი, არც 8 წელი, ამას სჭირდება განუწყვეტელი რაღაცა წინსვლა და რეფორმირება. რეფორმები უნდა გაგრძელდეს აუცილებლად. რეფორმების გარეშე აქ იქნება დაჭაობდება უცებ სიტუაცია, მაგრამ ეს ჩვენი დინამიური მუშაობა მაძლევს იმის გარანტიას, რომ თქვა, რომ დაჭაობებას არ დაუშვებს რა უბრალოდ ხალხი. როგორც ამ სფეროში, ასევე სხვა სფეროებში. ნახოთ როგორ იქნება. მე მაინტერესებს ისე თქვენი დამოკიდებულება პოპ კულტურასთან. პოპ კულტურასთან? რა ვიცი, პოპ კულტურა როგორც მასობრივი მოხმარების რაც საგანი არსებობს და უნდა იარსებოს კიდევაც. პირადად მე პოპ კულტურის რაღაცა ნაწილი მომწონს, რაღაცა არ მომწონს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რამეზე თქვათ შემიძლია ზევი მოქმედო, ან ამას ხედი შეუშალო. პოპ კულტურა უნდა არსებობდეს როგორც რაღაცა ესეთი მოხმარების რაღაცა სუბსტანცია, მაგრამ გააჩნია რას გულისხმობ პოპ კულტურაში, ისე ძალიან დიდი ცნება. ანუ უფრო მაინტერესებდა კულტურის სამინისტროს რა ევალება პოპ კულტურასთან, როგორი ურთიერთობა, რა სახის. რაღაც ღონისძიებებია, რომელიც ბუნებრივია და ჩვენგან დაფინანსებულა, თქვათ, ამა თუ იმ ზეიმზე, ამა თუ იმ, თქვათ, აღსანიშნავ დღეზე, თქვათ, საახალწლოდ. ეს ჩვეულებრივ მონაწილე ხარ ამისი და ამას ვერ გაიქცევ, იმიტომ რომ არსებობს ეს პოპ კულტურა და არის რაღაც სიტუაციები, სადაც, თქვათ, შეუძლებელია, თქვათ, ესეთი მაღალ მხატვრული ღირებულების პროდუქციით წარსდგეს 10,000-ობით და 100,000-ობით კაცის წინაშე გამომცვლელი. ძნელია, რომ მაგარი ლექსი წაუკითხო, თქვათ, საახალწლოდ მოსულ ხალხს და სერიოზულ მოთხრობაზე ელაპარაკო და კლასიკური ნაწარმოები შეასრულო, ან თუნდაც ჯაზური, ან ხო გესმით. არის რაღაცა სიტუაციები, სადაც საჭიროა ესა რა და ამიტომ ამაში მონაწილეობა მოუწევს შემდეგ მინისტრსაც. პოპ კულტურაში რა ვიცი რა იგულისხმება, ესე ბიტლებსაც პოპ მუსიკათ იხსენებენ და პოპ კულტურის ნაწილია და ძალიან სინამდვილეში ჩემი აზრით უმაღლესი მხატვრული ღირებულების მუსიკაა ეს. ერთ-ერთი მაღალი რაც შექმნილა, ხო? ძალიან მიყვარს ყოველ შემთხვევაში და ვთვლი რომ დიდი რაღაც, მაგრამ პოპ კულტურის ნაწილია ესეც. არ ვიცი.
თუმცა საინტერესო ექსპერიმენტი იქნებოდა იგივე საახალწლო კონცერტზე, ნაცვლად პოპ მუსიკოსებისა, რომ ჩამოგეყვანათ Tom Waits-ი, ვთქვათ, ან ძალიან საინტერესო იქნებოდა. რა რეაქცია ექნებოდა? მიიღებდნენ თუ არა, ხო? ამბობთ რომ ის მუსიკა ძალიან საინტერესო იქნებოდა. რომ ნახოთ ეგეთი ექსპერიმენტი თუ გააკეთა. ძალიან მაგარი იქნებოდა. სიამოვნებით ჩავატარებდი ეგეთ ექსპერიმენტს. ხო, მე ვთვლი რომ კონფორმისტობა ამ მასისობრივი გემოვნებისადმი არ არის სწორი რა. გემოვნება უნდა ვეცადოთ რომ გაუმჯობესდეს. ხო ვიცით ახლა ნამდვილად რომ Tom Waits-ი უკეთესი მომღერალია ვიდრე ვალერი მელაძე. ყველა ვარიანტი უკეთესი მუსიკოსია თავის მნიშვნელობით ყველაფრით. მაგრამ თუ ამას აკეთებ მხოლოდ მასის მოთხოვნით მათ თქვათ უჩივნიათ ვალერი მელაძე და ამიტომ Tom Waits მოდი დავივიწყოთ. შენ ცოდავ რა, არასწორად იქცევი. გემოვნება სჭირდება ხელშეწყობა და ეს არ არის ადვილი, ესეც რეფორმაა, გემოვნებასაც რეფორმა ჭირდება. ძნელი, ამიტომ ეს კონფორმისტობა ძალიან სახიფათო რამეა. რაც მხოლოდ მოწონთ ხალხს, რაც დატესტილია, მაშინ არაფერი კარგი არ შეიქმნებოდა ესე რომ იყოს. მაშინ პოლიტიკაში წესია. ყოველთვის არის განუწყვეტელი ჭიდაობა იმას შორის, რაც სწორია და იმას შორის, რაც პოპულარულია იმ წუთას რა. ეგრე მაგალითად სამოქალაქო ომის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში მონობა იყო პოპულარული ამერიკაში. ლინკოლნის რო ესარგებლა საზოგადოებრივი გამოკითხვის რეზულტატები და ფოკუს ჯგუფებზე დაყრდნობილიყო ემანსიპაცია მონების არ მოხდებოდა რა. იმიტომ რომ უმეტესობას ამერიკაში აწყობდა მონათლობელური ისა, იმიტომ რომ ეკონომიკა ამაზე იდგა. მაგრამ ამის წინააღმდეგ წავიდა და იმიტომ ერთ-ერთი უდიდესი დღეს პრეზიდენტი მაგათ ისტორიაში, ამერიკის და მსოფლიო ისტორიაში, ხო? ამიტომ ეს ჭიდაობა პოპულარობასა და სწორ შორის დაუმთავრებელი ჭიდაობა. მეტად ხო არ უნდა დასრულებავთ გემოვნებას. ალბათ. შესაძლოა. ალბათ, ვცდილობდით რაც შეგვეძლო, მაგრამ ნუ ნახოთ რა. ნახოთ. ალბათ უფრო მეტად შეიძლებოდა კი, როგორ არა. იმასაც მინდა შევედგო ფრანკფურტის ფესტივალს. მაგრამ მაგას მივიღო იმ კითხვას, რომ რაღაც პროექტები, რაც არის დაწყებული და თქვათ აუცილებელია და მნიშვნელოვანია რომ გაგრძელდეს. ან კონკრეტულად ფრანკფურტის ან ბაზრობასთან ერთად ამ სტოგმარ რაც შეეხება კი ბატონო, ამ რაც შეეხება აი ამ ალტერნატიული თქვათ ესეთი მუსიკის და open air ფესტივალი ტარდებოდა ყოველთვის ჩვენი მხარდაჭერით. ანუ არ ვიყავით მაინდა-მაინც კონფორმისტები ამ მიმართულებით ვცდილობდით რომ ახალი და ბევრი ესეთი ინდივიდუალური პროექტი გვაქვს მხარდაჭერი, რომელიც არანაირ ესეთ მას კულტურაში არ ეწერებოდა. ამას ვცდილობდით. ამის ეფექტი რამდენად ძლიერია, ეგ არის საინტერესო. მაგრამ რო თქვა რომ ეს გადადებული ქონდა გვერდზე, არ იქნება მართალი უბრალოდ. ფრანკფურტს რაც შეეხება, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ხელმძღვანელი დირექტორთა საბჭო იკრიბება ნოემბრის დასაწყისში და საბოლოო პასუხს 2015 წელს მივიღებთ მაშინ. ოღონდ მათ დაინტერესებთ თუ იქნება დაინტერესებული ახალი მთავრობა აი ამ ღონისძიებით და მე ბატონ ოდიშარიასთან შეთანხმებით ბუნებრივია მათ უთხარი რომ ახალი მთავრობა დაინტერესებულია იღებს თავის თავზე ვალდებულებას რომ გააკეთოს ამის ორგანიზება. ფაქტიურად რა არის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, ვინც არ იცის, ეს არის ოსკარები. ოსკარების დაჯილდოება ოღონდ წიგნში. ასეთი მნიშვნელობის ღონისძიება. შეიძლება უფრო მეტისაც, იმიტომ რომ მთელი მსოფლიოს გამომცემლები, მწერლები იყრიან თავს და აი აქ ერთ-ერთი ქვეყანა, ერთ-ერთი სტუმარი ქვეყანა, რომელიც საპატიო სტუმრის სტატუსით არის მიზიდულობის ცენტრი, რის გარშემოთაც იმ წლის ეს ფესტივალი, ეს ბაზრობა ტრიალებს. ის დაახლოებით წარმოუდგენელი ეკონომიკური მნიშვნელობის რაღაცაა გარდა კულტურის. გერმანიაში ამ დროს შედის სადღაც 500 მილიონამდე ევრო რჩება ხაზინას წარმოიდგინეთ რა 9 მილიარდი ძალიან დიდი რაღაცაა სულ 7 დღიანი ამ დროს ყველა სასტუმრო დაკავებულია ყველა რესტორანი დაკავებულია უამრავი მანქანა ჩადის უამრავი რა გითხრათ კონტრაქტი დგება ანუ ეს გადასახადები ყველაფერი მოგება თვითონ გერმანიას ამისგან აქვს გარდა კულტურული საეკონომიურიც
ამიტომ ჩვენ თუ იქ 2015-ში ავიღეთ ეს სტატუსი, ეს იქნება დიდი გარღვევა საერთოდ ჩვენი ქვეყნის კულტურული იმიჯის ფორმირებაში საზღვაო მსოფლიოში და არა მარტო საზღვაო მსოფლიოში. ამას აშუქებს ყველა დიდი არხი. თუმცა კრიტიკოსები ჩასაფრებულები არიან იქ. ანუ მოვასწრებთ რეალურად 2015 წლის მომზადებას. მოვასწრებთ, ეხლა გვაქვს მაგის დრო რომ მოვასწროთ. 2013 წლიდან თუ დავიწყეთ, თუ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, შემდეგ გვექნება ფაქტიურად 2 წელიწადზე მეტი რომ გავაკეთოთ ის რაოდენობა თარგმანების, რომელიც საჭიროა და უნდა დავიწყოთ თვითონ კონცეფციაზე მუშაობა ამ პავილიონისა, რომელიც იქნება ჩვენი. არ არის აქ არაფერი მიუღწევადი, წელს იყო მაგალითად ახალი ზელანდია და პირადად რო ვნახე, მოეწყინება ზელანდიელებს და დიდად არ მოვიხიბლე. ამავე დროს შარშან იყო ისლანდია, ვინც ეს თავისი პატარა ქვეყნის თავისი ზომის მიუხედავად გენიალური მასპინძლობა გაწია. მანამდე იყო ჩინეთი, რომელმაც ასევე ძალიან მაგრა გააკეთა ესე. ეხლა ჩვენი კონკურენტი არის მექსიკა. მექსიკასაც უნდა 2015 წელს იყოს, მაგრამ იგი ერთხელ უკვე ნამყოფია ამ სტუმრის საპატიო სტუმრის სტატუსით და ეს ჩვენ გვაძლევს შანსს და პლუს კიდე ის ჩვენი მოუსვენარი და ძალიან ინტენსიური კავშირები ყველა მიმართულებით ამ ხალხთან გვაძლევს იმედს, რომ შეიძლება ეს ავიღოთ ეს სტატუსი, რომელიც ვიძახი იქნება მართლა გარღვევა ჩვენი მწერლობისთვისაც, ჩვენი კულტურისთვისაც და ჩვენი ზოგადად სახელმწიფოსთვისაც, რომ რაღაცნაირად ამ კულტურულ რუკაზე თელმსოფლიოს დაიფიქსიროს თავი. პოლიტიკურ რუკაზე უკვე ვართ, მაგრამ კულტურულ რუკაზე იქნება ერთ-ერთი ესეთი ლენდმარკი. თუ ესე მოხდა, ნახოთ. თუ არა და გრძელდება ცხოვრება წინარე მერე 16 წელიც და დანარჩენი წლებიც. ადრე თუ გვიან ამას გავაკეთებთ. ამაზე ხელისაღებ ამ მიზანზე მე არ ვაპირებ. სადაც არ უნდა ვიყო. ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით ეგეთი ფრაზა, თორემ რომ კულტურა არის ჩვენი პრიორიტეტი. მაგრამ ანუ ეს ფრაზა რა, რამდენად რეალურია, იმიტომ რომ თუნდაც რო ავიღოთ, ან მარტივ მაგალითს მოვიყვან ჟურნალისტები. ნუ გამიგია რომ ითვლება რომ ის კულტურის ბლოგს აკეთებს. ეს ნაკლებად ის არის, თქვა, პრესტიჟული. ამიტომ რომ მოსულან თუნდაც ჩემთან ეს ჟურნალისტები, ელემენტარული ის არ ქონდათ გამოცდილება, სიუჟეტს რაზეც აკეთებდა, საერთოდ გაგებაში არ იყო. ხო, ანუ რეალურად კულტურა არ არის პრიორიტეტი, ეს მაინც იმათ რჩება და აი როგორ აქციოთ, ანუ კულტურა რეალურად პრიორიტეტად, რომ აი ქართული კონტექსტი. კი ბატონო. ჩემი ეს ყველას თქვით რომ ეს ესეთი რაღაცა თქვია, დარწმუნებული ვარ რომ ნათქვამი მაქვს და არაერთხელ მინდოდა ეს არის სურვილი რომ ეს ასე იყოს, იმიტომ რომ ჩვენარი პატარა ქვეყნისთვის, თუმცა არც ეს პატარა ქვეყანა ვართ, ჰოლანდიაზე ორჯერ დიდია საქართველო, ხო? ერთ-ორით. ზედმეტ თავს მოვისაწყებთ. მაინც პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ არც ძალიან პატარა იმისთვის რომ უარი ვთქვათ ესეთ რაღაცაზე, როგორც არის კულტურა, როგორც არის ჩვენი იდენტობა, მით უმეტეს რომ ყველა როგორ გითხრათ, კომპონენტი კულტურული ერისა გვაქვს ჩვენი დამწერლობა, ვართ უძველესი ერი, სახელმწიფოებრიობის ძველი, მაგრამ არსებული გამოცდილებით, დღეს აშკარად ევროპულად ორიენტირებული ერი, მიუხედავად სერიოზული რაღაც შემაკავებელი ფაქტორებისა და პრობლემებისა და კულტურა პრიორიტეტი იმიტომ უნდა გახდეს, ჩემი აზრით და ხდება კიდევაც, რომ რაღაცნაირად კულტურა არ არის მხოლოდ სახელოვნებო დარგები. კულტურა არის ზოგადად ქცევის ნორმების ერთობლიობა, სამოქალაქო მიმართულებითაც, პოლიტიკის სფეროშიც და შემდეგ სახელოვნებო სფეროშიც. ეს ყველაფერი რაღაცნაირად ჩვენ თუ არ მივიჩნიეთ პრიორიტეტად და არ დავფიქრდით იმაზე თუ რა გვინდა ვიყოთ, რა მიზნები გვაქვს, როგორ გვინდა შევცვალოთ არსებული რაღაცა ისტერიკის გარეშე, შვიდად, წყნარად, ფიქრით, თქვათ, ერთმანეთთან აზრების გაზიარებით, ეს კულტურა არ შეიცვლება. სახელმწიფოს არ აქვს ძალა, რომ თვითონ შეცვალოს კულტურა. ეს ორმხრივი პროცესი, ეს უნდა დაიწყოს ქვემოდანაც, ხალხიდანაც და ეს უნდა დაიწყოს ზემოდანაც. ეს
სახელმწიფო ვერ ქმნის კულტურას, კულტურა ქმნის ჯერ სახელმწიფოს და შემდეგ ორივე თანამშრომლობისგან იქმნება რაღაცა ნაზავი, რომელიც შეიძლება მოიხსენიო ესეთად. რა არის კულტურა? ესთეტიური ფენომენიც არის და ამავე დროს ინტელექტუალური შრომის შედეგიც არის. დიდი რაღაცაა ძალიან, ამას სამინისტრო არ ეყოფა. ამას ყველას მონაწილეობა ჭირდება და დებატი ჭირდება. 7 და არა ფსიქოზური, როგორც ძალიან იშვიათად არის ხომ ჩვენთან, იმაზე თუ რა გვინდა, როგორ გვინდა. ჩემი აზრით ეს პროცესი არ თავდება, ეს დაუმთავრებელია და გრძელდება ეხლაც და გაგრძელდება მერეც რა. არის ისტორიული პერიოდები, როდესაც ეს ყველაფერი წყდება ხოლმე განვითარების ჯაჭვი და საბედურად ჩვენ მქონია ეგრე ბევრჯერ. იმიტომ რომ მარტო კულტურა ვერ განვითარდება, დაპყრობილ ქვეყანაში ვერ განვითარდება კულტურა. ტყვილი არის რომ ეს იყო პატარა კერები არსებული, როდესაც არის საბჭოთა პერიოდში, სადღაც ადამიანები რაღაცას ახერხებდნენ, მაგრამ წარმოუდგენელია მთლიანად კულტურის თავისუფლება ქვეყნის თავისუფლების გარეშე. იმიტომ რომ არათავისუფალი ხალხი ვერ აზროვნებს თავისუფლად რა. და ჩვენ ამ არათავისუფალი ხალხის ყველა ნიშან-თვისებებს ვატარებთ. ხა ეს ტოტალიტარული აზროვნება ჩვენში, კატეგორიულობა იქიდან მოდის ჩემი აზრით რა. ამიტომ ამისგან განთავისუფლება მხოლოდ კულტურით შეიძლება, კულტურული დიალოგით შეიძლება, ფიქრით, აზრების გაცვლა გამოცვლით და რაღაცა როგორ გითხრათ რა, რაციონალური ესეთ სოლიდარობით ერთმანეთთან, სხვანაირად არ გამოვა. ნახოთ რა იქნება, გრძელდება ცხოვრება, საინტერესოა. აი და ერთი კითხვაც რა. ეს სფერო სისტემა, სამინისტრო სისტემა გათავისუფლებულია უკვე ამ პოსტსოვიეტური მენტალიტეტისგან, თლიანად თუ არის კიდე რაღაც პატარ-პატარა კერები. მე ვთვლი რომ თქვათ გულისხმობ აი იგივე იქ რაღაც ნეპოტიზმსაც, იქ პროტექციონიზმსაც, რაღაცა ესეთი. მე ვერ ვიტყოდი რომ აქ ნეპოტიზმი და პროტექციონიზმი ჩემ ამ პოზიციაზე ყოფლის დროს იყო რაღაცნაირად ნებადართული რაღაცა. ეს არის გარდა იმისა რომ არასწორია, კონტრპროდუქტიულია. არანაირი ნეპოტიზმი არ იძლევა კარგ საშუალებას. ჩვენი მთავრობა ყოველთვის ცდილობდა მერიტოკრატიული პრინციპებით ხელმძღვანელობას, რაც ნიშნავს იმას, რომ მერიტოკრატია რა არის? შენი უნარიდან გამომდინარე შენი შანსების არსებობას წინსვლისა. მერიტოკრატია არის გარემო, სადაც ადამიანი, ვისაც მეტი შეუძლია, არის მეტად დაფასებული, მეტად მე ამას აქ ვცდილობდი, რამდენად გამოვიდა თქვენთვის მემინდია, არანაირი მწვანე შუქი აი ამ ღირებულებებს, როგორც არის ნეპოტიზმი, ნათესაობა, მეგობრობა, აქ ნამდვილად არ ყოფილა და ეს ხა ელემენტარულია. ესეთი რაღაცაც არ არის, რის შეიძლება ვიამაყო ეს მოცემულობა ესეთი. საბჭოთა სისტემური რაღაცა, საბჭოთა ნარჩენები, რა თქმა უნდა, აქ არ არის. საბჭოთა პერიოდში ცხოვრების აი ამ რაღაცნაირ პატიმრობაში ცხოვრების ნიშან-თვისებებს ალბათ ვისაც ის პერიოდი ახსოვს და იქ უცხოვრია, ყველა ატარებს. ჩემი ჩათვლით, ძალიან ცუდია. ეგ არათავისუფალი ცხოვრების ანაბეჭდია, რომელიც ადამიანებს ჯერ კიდე დარჩათ. ამიტომ ამისგან განთავისუფლება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის. და ამაში კულტურას დიდი როლი აქვს. არა სანახაობას, არამედ შინაარსობრივად რაღაცეებზე დაფიქრებას და შეცვლას. ძნელი არის, ძალიან დიდ პრობლემებთან მივალთ. ამაზე ფიქრი არასოდეს არ უნდა დაამთავრდეს, მაგრამ ამ მოკლე ინტერვიუში უბრალოდ რო არა გვაქვს, რომ ამაზე ჩამოვყალიბდით. მამარდაშვილია ყველაზე კარგი ანალიტიკოსი მაინც საბჭოთა ჩემთვის, საბჭოთა ფსიქოლოგიის. მისი ეს ლექციები და საუბრები, რაც აი რამდენიმე ცოტა ხნის წინ, რამდენიმე თვის წინ ერთ წიგნად გამოვიდა, არის საუკეთესო წყარო მის ჩემთვის გაანალიზების პოსტსაბჭოთა პრობლემების და ეს არის ჩემი აზრით ყველაზე ზუსტი მოაზროვნა, ყველაზე ზუსტი როგორ გითხრათ. და სხვა შორის იმქვევით, მისი სურათი რო არ არის, ძალიან გული მწყდება. ვეთქვი ახალ მინისტრს რომ მამარდაშვილი იქ არის. კარგი იქნება. მაგრამ რომ მამარდაშვილს ბეროუზი მოეწონებოდა და პირიქით. ეგ არ ვიცით. ეკნებოდა ფრანგულად იყო ბეროუზი თარგმნილი.
ფრანგული იცოდა ამან კარგად.